სისასტიკე უპასუხოდ არ დარჩება. ძვირფასო მორწმუნენო, უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს. არ იფიქრო, რომ ალაჰი უგულისხმუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ, ხოლო უადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიში თვალები გაუცეცდებათ. ეს აიათი ჩაგრულთათვის იმედსა და ნუგეშს წარმოადგენს, ხოლო მოძალადეთათვის გაფრთხილება და მუქარა. ის მოძალადეები, რომლებიც ამ მუქარას ყურს არ ათხოვებენ, ვერც ამ ქვეყნად და ვერც საიქიოში სიმშვიდეს ვერ ეღირსებიან. ამ ქვეყნად დიდი მარცხი, ხოლო საიქიოში სასტიკი წამება ელოდებათ. როგორც ძვირფასი შუამავალი ბრძანებს, განკითხვის დღეს სისასტიკე სასტიკთათვის უკუნის სიბნელე იქნება. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენ ცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ლმობიერების, შეწყნარებისა და სინდისის გრძნობები უკიდურესად დაჩრდილებულია. ძალადობა და სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და მოძალადე უფრო მეტ თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე მსხვერპლი. ყოველგვარი სამართლიანობისა და ადამიანობისაგან დაცლილი მოძალადეები პალესტინელ მოსახლეობას უმოწყალოდ ბომბავენ და არა დაგიდევენ ქალებსა და ბავშვებს. ამ გაუგონარი სისასტიკით შედეგად უდანაშაულო პალესტინელები იღუპებიან. ცრემლითა და სისხლით ნაკვები ძალადობის შედეგად იერუსალიმში მცხოვრები მუსლიმები საკუთარი სახლებიდან გააძევეს და ცხოვრების უფლება წაართვეს. სალოცავის ხელშეუხებლობაც კი არად ჩააგდეს და მესჯიდი აყხას შეურაცხყოფენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვიცით, რომ ღმერთსა და მოძალადეს შორის ფარდა არ არსებობს. ღმერთი საუკეთესო დამსჯელია და მოძალადეთა სასჯელის დღე აუცილებლად დადგება. ძვირფასო მორწმუნენო, მორწმუნე ადამიანი ძალადობის მომხარე ვერ იქნება და ძალადობას არასოდეს მიესალმება. მორწმუნე ძალადობის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს და მოძალადის მხარეს არასოდეს დადგება. მორწმუნის გული ბოროტებას არასოდეს შეეგუება. მორწმუნე ყოველთვის სიმართლისა და სამართლიანობის მხარესაა. მორწმუნე უსამართლობას ებრძვის და ძალადობის წინააღმდეგ მუდმივად უშიშრად დგას. მორწმუნე მოძალადის წინააღმდეგი, მსხვერპლისათვის კი იმედია. მნიშვნელობა რა აქვს ძალადობა სათხდება. დედამიწის რომელ კუნძულში მორწმუნე ყველგან და ყოველთვის სიმართლის მხარესაა. მორწმუნე ჭეშმარიტების მიმდევარია. ჭეშმარიტებაზე მიმდობილი ადამიანი. მან იცის, რომ სანამ სიმართლისა და სამართლიანობის გზაზე იქნება, ღვთის წყალობა არ მოაკლდება. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენი შუამავალი ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ასე ბრძანებს. ვინც რაიმე ბოროტებას იხილავს, ხელით გამოასწოროს, თუ საამისოდ ძალა არ ყოფნის სიტყვით გამოასწოროს, თუ ესეც არ შეუძლია, ბოროტება გულით დაგმოს. ეს კი რწმენის მინიმალური მოთხოვნილებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ უსამართლობაზე ხმა უნდა ავიმაღლოთ, რადგან სისასტიკის მსხვერპლთა გოდება ცას წდება,
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ დაჩაგრულ ძმებს მხარი უნდა დაუჭიროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის წყალობითა და ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით მოძალადეთა მხრიდან განხორციელებული სისასტიკე შეჩერდება და საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს. ძვირფასო მორწმუნენო, დღეს უამრავი უბედურება ხდება მსოფლიოში. ომები, თავდასხმები, ადამიანთა მსხვერპლი, გოდება. ჩვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე დგებით. დღეს ის დღეა, როდესაც გამჩენს ჩვენი გულწრფელობა და ერთგულება უნდა დაუდასტუროთ. დღეს ძვირფასი შუამავლის მიმდევრების ერთად დგომის დღეა. დღეს ჩვენს ძმებთან მხარში დგომის დღეა. მოდით, ხელი გავუწოდოთ ჩვენს ძმებს და ჭრილობები დაუამოთ. დიად ღმერთს ვთხოვ, მიიღოს თქვენი კეთილი საქმენი და მშვიდობა დაამკვიდროს დედამიწაზე.